ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების კრიტიკა სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა და მისი ინიციატივები მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, ასევე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საჭიროა ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, შეიქმნა წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით. აბა ამ დრომდე რას შვებოდით? ცარიელი სიტყვები, გეგმა ისევ ვერ დაიდო, ასეთია სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შინაარსი. პარტიების ნაწილში აცხადებენ, რომ მოლოდინი, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებობდა, არ გამართლდა. ანუკა ბოავა უერთდება ახლა კურიერს, ის დეტალებს მოგვიყვება, ანუკა გისმენთ. სიყალბე ტრაგედია, არაფრის მთქმელი სიტყვები, საპრეზიდენტო რაფაელო და სალომე ზურაბიშვილი როგორც ტროას ცხენია. ეს სიტყვები სალომე ზურაბიშვილს გუშინ სოციალურ ქსელში მიუძღვნეს სხვადასხვა ადამიანმა, მათ შორის როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ასევე ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ რუსთაველის გამზირზე და უსმენდნენ ზურაბიშვილის გამოსვლას, ელოდებოდნენ მათ შორის კონკრეტულ გზავნილებს მისგან, ან სამოქმედო გეგმას მინიმუმ რამდენიმე დღის, თუმცა ზურაბიშვილმა მათთვის არაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ შეიქმნებოდა პლატფორმა, ყოველ შემთხვევაში ეს ინიციატივა მან გააჟღერა. ზურაბიშვილით უკმაყოფილო იყვნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ოპოზიციიდან, ასევე უბრალოდ ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დადიოდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში და გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს და მათ ეს გზავნილები მისი გამოსვლის პარალელურად გაავრცელეს სოციალურ ქსელში, მათ შორის დიდმა ნაწილმა ადგილზეც გამოხატა საკუთარი აზრი და პროტესტი. ასეთი იყო მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომელსაც სურდა საკუთარი სიტყვა, აზრი დაეფიქსირებინა იმ სცენაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი იდგა და ამბობდა, საუბრობდა პლატფორმის შექმნაზე, თუმცა პაატა ბურჭულაძეს ამის საშუალება არ მიეცა, ვინაიდან მიკროფონი გამოურთეს და მას უთხრეს, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. მოგვიანებით ბურჭულაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით და მან თქვა, რომ ეს იყო დივერსიული დღე და ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მიზანი იყო, რომ იქ შეკრებილი ადამიანები დაეშალა და პროტესტი აღარ გაგრძელებულიყო. ბურჭულაძე ამბობს იმას, რომ მიუღებელი და გაუგებარია რაღაც პლატფორმებზე საუბარი ზურაბიშვილის მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც არჩევნების შემდგომ 5 თვე არის გასული და მათ შორის საზოგადოების პროტესტი მოჰყვა ადგილზე მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოფენასაც, რომელიც ზურაბიშვილის უკან ჩანდა სიტყვით გამოსვლის დროს და საზოგადოება სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად წერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მათთვის მიუღებელი და გამოხატავდნენ ამასთან დაკავშირებითაც საკუთარ პროტესტს. ერთი იყო ისიც, რომ ვერ მოხერხდა ოპოზიციის გაერთიანება და ეს იყო მთავარი წუხილი. საზოგადოებას, როგორც ითქვა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი იმაზე, რომ ზურაბიშვილი იტყოდა რაიმეს, რაც შესაძლოა გამხდარიყო ოპოზიციის გაერთიანების საფუძველი, თუმცა როგორც ნაციონალურ მოძრაობაში მაგალითად ამბობენ, თავად ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ასახელებენ მათ შორის გიორგი გახარიას გუნდს, რომელიც საკუთარ პარტიულ ინტერესებს აყენებს ყველაზე წინ, როგორც ამას ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის მისამართით, როგორც ნაციონალური მოძრაობა ამბობს, ისრების გადატანა თითქოს ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა. მთავარი სათქმელის თქმა არის სიბრიყვე, როგორც ამას ყოფილი პრეზიდენტის პარტიაში ამბობენ. ძალიან ბევრი ადამიანი გულმოდგენილ წავიდა იქიდან, თუ არა ყველა მოახდინე რეაგირება ამაზე, თუმცა ნახავდით, რომ მიკროფონი გამურთეს და არ მოგვეცა საშუალება არც მე და არც ვებს, რომ თავისი აზრი გამოგეთქვა იმის შესახებ, თუ რაზე ელაპარაკა დღეს სალომე ზურაბიშვილი. როგორ შეიძლება ამდენი ხანი ადამიანს თქვას, რომ ჩვენ ის სწორ გზაზე მივდივართ, რაღაცა გეგმები გვაქვს და ეს გეგმა თურმე ყოფილა რაღაცა პლატფორმის შექმნა. მე ვთვლი, რომ იყო დივერსიული დღე. დღეს იყო იმის ცდელობა, რომ ეს ხალხი დაშლილიყო და ყველა უიმედოდ წასულიყო სახლში. ხალხმა უნდა აიღოს ხელისუფლება ხელში. ეს პარტიები ხედავთ ვერ შერიგდნენ ერთმანეთში. საზოგადოების დიდი ნაწილი მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას, მათ შორის მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 26 ოქტომბრამდე აკეთებდა ყველაფერს, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არიან რამდენიმე პოლიტიკურ ძალასაც ვერ დავარქვათ, უფრო ამ პოლიტიკურ ძალებში მყოფი აქტორები, რომ საუბარი არის გახარია საქართველოსთვის, მე ამას ვიტყოდი.
რომელიც მაინც უფრო მეტად კონცენტრირებული არის საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობაზე. მიხეილ სააკაშვილის ორ ბანერს თუ ვერ ერევიან ზოგი პარტიები და მათი წარმომადგენლები, ქართულ პოლიტიკაში გვიქნები. ეს ისტერიკა ემსახურება ერთადერთ რაღაცას, რომ თემა გადაიტანონ და მაგალითად პრეზიდენტის სიტყვა და ის გზავნილები, რომელიც საზოგადოებას უნდა მიეღო და ვერ მიიღო, ამის დაბრალება, რომ გუშინ იქ მიხეილ სააკაშვილის ორმა ბანერმა შეუშალა ხელი რაღაც საზოგადოების კონსოლიდაციას, არის უბრალოდ სისულელე და სიფრიკო. მართულ გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერების აქციაზე გამოფენა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ საპროტესტო აქციების მიღმა ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები დგანან, რომელსაც ქართული ოცნება კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს და მათ შორის მათ ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილის გზავნილებთან დაკავშირებით და ამბობენ იმას, რომ ზურაბიშვილმა ვერაფერი შესთავაზა იქ შეკრებილ ადამიანებს, როგორც ეს ბოლო პერიოდის განმავლობაშიც იყო ხოლმე მისი გამოსვლების დროს, ვინაიდან მას არ ჰქონდა უცხოური დირექტივები მიღებული, რომლის შესაბამისადაც იყო მიზანი, რომ ქვეყანაში არეულობა მოწყობილიყო. მართულ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს ერთობლივად არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნიათ. გუშინ კიდევ ერთხელ ნახეთ ამ თვითმარქვია მადამ ფრანცუჟენკას რაღაც გაუგებარი რა ქვია ინიციატივები. მე მგონი ამათ როგორ თქვა ეკაიფება. ალბათ ასე შეიძლება შევაფასოთ, ხო, სხვანაირად რა უნდა ვთქვათ. ჯერ რაღაც ქარტია გახსოვთ თქვენ, რაღაც რომ იქით-აქით დაარბენინებდა ამ ხელმოწარულებს და უსამშობლოებს. ეხლა შექმნეს წინააღმდეგობის ჯგუფიო. ამ ქარტიაში რა წინააღმდეგობის ჯგუფი არ ქონდათ? გამოჟონაო რომ გვიძახდნენ. რაღაც და არ ვაღიარებთო და წინააღმდეგობა გავუწიოთო. ის სხვა წინააღმდეგობა იყო ეთყობა. სინამდვილეში ეს ქალბატონი არის ხელმოწარული. მე მიმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა. ეგრეთ წოდებული თვითმარქვია პრეზიდენტის უკან რომ სააკაშვილის ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატები. ვინმე გააპროტესტეთ? არა. იმიტომ რომ თქვენც აი ამ ჯგუფებისგან ხართ მართული. წადით სახში. წიგს მოკიდეთ ხელი. თქვენს მშობლებს ელაპარაკეთ. თქვენი მშობლები აგიხსნიან. რომ მათი გზა ეს არის ომის გზა. ვადაგასულ პრეზიდენტს იგივე გამოუვა, რაც აქამდე გამოუვიდა, აქციებზე დგომით თუ აქციებზე სიარულით, რა თქმა უნდა, გუშინ ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილის ტექსტი, რომელიც იყო რაღაც ისტორიის მიმოხილვა და ოპოზიციის ერთიანობის ნაცვლად მათვე მოფრეზე ვლაპარაკო გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა და ჩვენ მუდმივად საუბრობდით, რომ ოპოზიციის ერთიანობა იყო მოჩვენებითი. მათ არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შინით არ აქვს, ამიტომ ისინი დამოკიდებულები არიან გარე დაფინანსებაზე, გარე დავალებების მიღებაზე, ქმნიან ყალბ მოლოდინებს, რომ რაღაც 31 მარტს რაღაცა იქნება, მე 9 აპრილს რაღაცა იქნება, მე კიდე რაღაცა თარიღს ალბათ მოიფიქრებენ. ამ ქვეყანაში არეულობის დესტაბილიზაციით, ქაოსით, მაიდანის სცენარით და ასე შემდეგ ხელისუფლება არ და ვერ შეიძლება, ამიტომ ყველა ასეთ ყალბ მოლოდინებს ნუქნიან. ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილი ფრიმიშას ბანერების ფონზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პროცესების უკან რეალურად გასნა რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და ისინი არიან დამკვეთები, ასე ვთქვათ, და წარმმართველები ამ პროცესის და გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად ყველა სამწუხაროდ, ვისაც გუშინდლამდე ეგონა, რომ ნაციონალური მოძრაობის გვერდით არ იდგა, რომ აქციებზე დგომა არ ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერას და ასე შემდეგ, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რისთვის მოიყვანეს ეს ადამიანები. საპროტესტო აქციის მონაწილეების 5-თვიანი ლოდინის შემდეგ გუშინდელმა დღემ აჩვენა 3 მთავარი მიმართულება, რომ ზურაბიშვილმა ვერ შეძლო ოპოზიციის გაერთიანება, გუშინდელ აქციაზე ვერ წარუდგინა მისივე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმა, მინიმუმ რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმა და ასევე მან დაიმსახურა მისივე მხარდამჭერების კრიტიკა, როგორც ოპოზიციის, ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან. მადლობა, კურიერის პირდაპირ ეთერში ანუკა ბუავა იყო. აქციაზე პარლამენტის შენობის მისამართით პიროტექნიკის როლაზე სალჩოების რეაგირებას ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 2 დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის სალჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს NGO-თა გაერთიანებას ადამიანის უფლებათა სახლს, რომელიც პროკურატურის გამოძიების თანახმად ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც ამავე დროს შემდგომი ძალადობისთვის კარდ ბლანშის მიცემა და მისი წახა
განახალისება. გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. მოვლი ამ საელჩოების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მოხდა. წერს პარლამენტის სპიკერი. ლეო ჯავახიშვილი მუშაობს თემაზე, ის კურიერს უერთდება და შეფასებებს გაგვაცნობს, გისმენთ ლეო. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ელჩებთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა სახლში კომუნიკაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის წინ კი ორგანიზაცია წერდა, რომ დიპლომატები არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანების ოფისს, რომლის ფონდიც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია, სოლიდარობის მიზნით ეწვივნენ. ესენი იყვნენ ჩეხეთის, გერმანიის და ნორვეგიის ელჩები, ასევე ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები. გუშინ განვითარებული მოვლენების ფონზე კი ამ შეხვედრას მოჰყვა უკვე პოლიტიკური გამოხმაურებებიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრები ახალისებს ძალადობას და რომ ელჩებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებულ აქციაზე პარლამენტზე თავდასხმა უნდა დაგმონ. უმრავლესობისგან განსხვავებით კი ოპოზიცია ირწმუნება, რომ აქცია არა ვინმესგან დაფინანსებული, არამედ თვითორგანიზებულია. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ქართულ ოცნებას სჭირდება, მაშინ მიმართავენ საელჩოებს და მაშინ ითხოვენ პოზიციის დაფიქსირებას. ვერ ვიტყვი, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია იყო. ეს იყო 31 მარტის აქცია, რომელსაც ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა პომპეზური ფინანსური რესურსის მობილიზება ჭირდებოდა, რომ ჩატარებულიყო. ეს დღე ეკუთვნოდა და ეკუთვნის ქართულ ხალხს, თითოეული დემონსტრაციით იყავით და არა რომელიმე NGO-ს. ელჩებთან მიმართებით ეს თავდასხმების სერია ახლა არ დაწყებულა. თუ კი კონკრეტულ დანაშაულს აქვს ადგილი, კი არ უნდა ჭორაობდნენ, არამედ უნდა გამოვიდნენ, გამოიძიონ, მტკიცებულებები დადონ და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცენ ყველა ის ადამიანი, ვინც ან დანაშაული ჩაიდინა, ან დანაშაულს ამზადებდა. ორმაგ სტანდარტზე საუბრობს ქართული ოცნებაც, სადაც აცხადებენ, რომ კონკრეტული ქვეყნების ელჩები ძალადობას არ გმობენ, ამის ნაცვლად მართავენ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში, სადაც განიხილავენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას, თუმცა უმრავლესობის თქმით პირიქით ამ დროს ელჩები აფინანსებენ ადამიანის უფლებათა დარღვევას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისათვის, შენობის და მით უმეტეს ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად ფეერვერკს ვერ დავარქმევთ. ფეერვერკია უსამართლობისა, რომელსაც ჩადის მაგალითად კონკრეტული ქვეყნის ელჩების ჯგუფი. მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა თვითონ ამ სიტყვისა ფეერვერკი გასაკვირველი ამ შემთხვევაში არის ზუსტად გამოსაყენებელი. უსამართლობის ფეერვერკს ვადევნებ თვალყურს, ორმაგი სტანდარტის ფეერვერკს ვადევნებ თვალყურს და არც იმას მოველი, რომ ვინმე დაგმობს. ამას მით უმეტეს არაერთი შეფასებით ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც შიდა ტერორიზმი. შედიცით, რომ სამწუხაროდ არ მხოლოდ გუშინდელი ინციდენტი, არამედ მთელი ეს პროცესები, რომელიც დეკემბრის თვეში მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, არც ერთი საელჩოსგან ჩვენ ძალადობის დაგმობა ამ მიმართულებით არ მოგვისმენია, მუდმივად კეთდებოდა აქცენტი პოლიცია რამდენად სწორად იქცევა ან არ იქცევა, თუმცა არც ერთხელ არავის არ დაუგმია ის, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული, ის რომ დაზიანდა იგივე საქართველოს პარლამენტის შენობა. აღმოჩნდა, რომ საელჩოები ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელმწიფოს ელჩები იყვნენ იმ NGO-ებთან ერთად შეხვედრაზე და განიხილავდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რომლებიც პირიქით აფინანსებენ და ეხმარებიან კონკრეტულ ადამიანებს სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაში. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ერთის მხრივ კონკრეტულად ამ ელჩების ან სხვა ელჩების მხრიდან გუშინდელი აქციის ძალადობრივი ნაწილის შეფასებას. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნების ელჩების გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინ წერდა გერმანიის ელჩი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განიხილეს ფონდების დაყადაღების საკითხი. ადამიანის უფლებათა სახლიც არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ ასეულობით დაჯარიმებული დემონსტრანტის ჯარიმა გადაიხადეს. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. რატომ არ ითხოვს ელენე ხოშტარიამ მისი თანაგუნდელები ან ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვიდეო ჩანაწერებს?
მართლგუნდში აცხადებენ, რომ 3 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხოშტარია დააკავეს და მას სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. 29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღმოჩენილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს. ქართული ოცნების შეფასებით დადასტურდა, რომ ელენე ხოშტარიამ და მისმა მხარდამჭერებმა სიცრუე გაავრცელეს, რაც ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ ცხადი გახდებოდა. ამ თემაზე უკვე ლიკა ალელიშვილი მუშაობს, ის ახლა კურიერს შემოუერთდება, გისმენთ ლიკა. თამარ, დავიწყებ ადრესატით ელენე ხოშტარია დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, მან არც კურიერის სატელეფონო ზარებს უპასუხა, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ არ აინტერესებთ თუ რა არის ვიდეო კამერაზე აღბეჭდილი და ისინი ენდობიან მხოლოდ ელენე ხოშტარიას და მისი ადვოკატის სიტყვიერ პოზიციებს. შეფასებები გაკეთდა მართლგუნდშიც, ქართულ ოცნებაში ითქვა, რომ 3 დღეა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ელენე ხოშტარიას შესთავაზა ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება, რომელზეც ასახული არის იზოლატორში შესვლის პროცედურები და ელენე ხოშტარიას იზოლატორში ყოფნის პერიოდი, თუმცა თავად ხოშტარია არ გამოხმაურებია ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას და არ მოუთხოვია ვიდეო ჩანაწერის გასაჯაროება, რაც მას უწყება შესთავაზა. სწორედ აქედან გამომდინარე ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ კანონი არ დარღვეულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან და მართლგუნდში, უფრო მეტიც მართლგუნდში ამბობენ, რომ ელენე ხოშტარია მოიტყვა, როდესაც არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა. მე ელენე ხოშტარიას და მისი ადვოკატის პოზიციას ვემხრობი და არ ვიცი რა ვიდეოზე არის საუბარი. როდესაც გაშიშვლებენ და საწოლზე გაწვენენ და მეტალ დეტექტორს გადატარებენ, ეს არის თუ არა ადამიანისთვის შეურაცხყოფელი. ელენე ხოშტარიას ვენდობი და არ ვაპირებ მისი აი ეს ძალიან ძიმე, იმიტომ რომ ემოციურად მე არ ვიცი, ქალბატონები ბრძანდებით, ვინ უნდა ნახოს მისი გაშიშვლების ვიდეო. მე უნდა მოვითხოვო, რომ აჩვენეთ ელენე ხოშტარია გააშიშვლეთ თუ არა. ევროპული სტანდარტია პენიტენციურ სისტემაში განთავსების და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ყველა ის კანონი და რეგულაცია, რაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებით სრულად იყო დაცული ელენე ხოშტარიასთან და სხვა ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვერც პოლიტიკოსი და ვერც სხვა პროფესიის ადამიანი ვერ დადგება კანონზე, მაგრამ ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი, ამიტომ თუ ვინმეს აინტერესებს სიმართლე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავად ელენე ხოშტარია უნდა იყოს დაინტერესებული მისი წამების კადრები აყურებინოს მთელ სოფლიოს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს წამების კადრები ჩვენ გვიხილეთ არაერთხელ და რესტრიქციებულები არსებობს. მისმა ადვოკატო გამოითხოვა შესაბამისი ჩანაწერები და ტელევიზიები ბევრი აქვს, გაუშვან და გვაჩვენონ როგორ აწამებდნენ ელენე ხოშტარიას. თუმცა ვინც ნახა გათავისუფლებული ელენე ხოშტარია, ნახავდა რომ მას არანაირი წამების არაფერი ეტყობა. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი, შესაძლოა ამბობს, რომ არ დაირღვა. როგორ გავარკვიოთ სიმართლე? მიმართეთ შესაბამის უწყებას, დაიწყება გამოძიება, ამოვიღებთ კამერებს და ვნახავთ, აწამებდნენ თუ არ აწამებდნენ ელენე ხოშტარიას. შესაძლოა წინააღმდეგი ხო არ არის გამოძიების დაწყების. კამერებს ხო არ მალავს, ჩანაწერებს ხო არ მალავს. მიცეს თანხმობა და გავასაჯაროებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით 29 მარტს გაავრცელა. მასში წერია, რომ თუ დაზარალებულის თანხმობა იარსებებს, ამ შემთხვევაში უწყება გაასაჯაროებს იმ ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერს, რომელიც ასახავს იზოლატორში შეყვანის პროცედურებს, როდესაც ელენე ხოშტარია დაკავების შემდეგ გადაიყვანეს იზოლატორში, თუმცა ხოშტარიას მსგავსი სურვილი აღარ გამოუთქვამს. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მამკვა ხაზარაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს, მას სავარაუდოდ ბრალს გააცნობენ. ლევოს დამფუძნებელი რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცრა, რაც მან უარი თქვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე. კომისიამ მამკვა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მაგნატის საქმის განხილვაზე დაიბარა. ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მას ბიზნესი წაართვეს. ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და TBC ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა. სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძესაც და ბადრი ჯაფარიძესაც კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ურჩევნია ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, გადაიხადონ ჯარიმა ან
ლერწლიან პატიმრობაზეც კი წავიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ უნდათ კითხვებზე პასუხი გაცეს იმ კითხვებზე, რომლებიც საინტერესებს საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში უკვე მეორე კომპანიასთან დაკავშირებით, მეორე ჩამორთმეულ წართულ ქონებასთან დაკავშირებით ამოტივტივდა TBC ბანკის და ხაზარაძე ჯაფარიძის სახელები და გვარები და ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, ჩვენი ბრალი არ არის და არც კომისიის და არც არავის 2012 წლამდე TBC იყო ქონების რეკეტის და წართმევის სქემებში ჩართული. TBC იყო ის ბანკი, რომელიც ზუსტად იმდენ თანხას აძლევდა სესხად დაკავებულ ბიზნესმენებს ღამის 3 საათზე და 4 საათზე კამერაში, რასაც იხობდა ადეიშვილი ერლამის ერთი თეთრის დონეზე და ეს დადასტურდა ფაქტები, მტკიცებულებები სხვადასხვა სასამართლო პროცესებზე, როგორც ჩანს, ხაზარაძე ჯაფარიძე ფიქრობენ, რომ მტკიცებულებები კიდევ უფრო ბევრი იქნება სხვა საქმეებთან მიმართებაში, მათ შორის გახმაურებული საქმე გახლავთ ასევე იგივე ლისის სვასთან დაკავშირებით, როცა საკუთარ მეწილეებს და პარტნიორებს ჩამოართვა ლისის ტბა უკანონოდ მამუკა ხაზარაძემ და ეს საკითხები საზოგადოებაში ცნობილია, ამიტომ საბოლოო ჯამში ხაზარაძეს მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ მამუკამ დინარაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, რაც მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მეტი პარტნიორია, მათთან ურთიერთობა კი სარგებლის მეც ქვეყანას არაფერს არ მოუტანს. მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც ამას ნეგატიურად აფასებენ, ქვეყნის მტრები არიან. რაც მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მათ შორის მეტი პარტნიორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დომინანტები არიან მსოფლიო ბაზარზე, ძლიერი ეკონომიკები მაქვს ხელდელობაში, მათთან ურთიერთობა ბუნებრივია, სარგებლის მეც ქვეყანას არაფერს მოუტანს. ვიღაცამ კი არ უნდა გააგიჟოს და მოატყუებინოს უბრალოდ თავი და გააგიჟებინოს თავი ვინმეს, რომ რაღაც გმირების საკითხი აწუხებს თითქოს. ეს ყველაფერი არის პიარის ნაწილი, როდესაც ომის ჯარზე, საკუთარ ჯარზე დამბრალებელი ეფარება ამწუხელიძის სახელს. აი ამ პიარ კამპანიამ მდაბიობამ და უტიფრობამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოს და უნდა გამოხვიდე. ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებს აქედან. თუ ადამიანის ზრუნავს, რომ შენმა ქვეყანამ მშვიდობით გაიაროს ბეწვის ხიდზე, ამას თუ აკეთებს შენი ქვეყნის ხელისუფალი. თუ ეკონომიკა აი ამ უდიდესი გამოწვევების მიუხედავად ეკონომიკა ევროპაში პირველ ადგილზეა შენი ქვეყნის და თუ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკურს, მორალურს, ეროვნულს პირველ ადგილზე აყენებს და გადარჩენისთვის გზაზე იმავე ბეწვის ხიდზე გაიარა ისე სწორად, რომ ერთი თმისღერი არავის ჩამოვარდნია აი ამ ტურბულენტობის პერიოდში ამ ქვეყანას, მაშინ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, რომ ეს ხალხი იქცევა სწორად. და ის, ვინც საპირისპიროს ცდილობდა, ის ხალხი არ არის შენი მოყვასი, შენი მოყვარე, შენიანი, შენ საქმეს და შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებს, სხვის საქმეს აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. გმირის სახელმწიფოება არის ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასე გამოიხმაურა უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ბრალდებებს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მამუკამ დინარაძის განმარტებით, ოპოზიცია საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ისრების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობს. თუ კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი პირველი შეიძლება იყო გმირის სახელს ამოფარებული და ამ დროს ზუსტად იცოდე, რომ შენ ხარ ის რეჟიმი, ის პოლიტიკური ძალა ეგრეთ წოდებული, რომელმაც აი ამ გმირს და სხვა გმირებს და სხვა სამხედროებს დააბრალე ომის დანაშაულის ჩადენა. ამის დამბრალებელი ადამიანები საუბრობენ დღეს ანწუხელიძეზე. წარმოიდგინეთ, უტიფრობის ხარისხი რა არის აქაც. არც ერთი სიტყვა ამ ქვეყნის ისტორიაში არ და ვერ ჩაიწერება ვერც ერთი ჯარისკაცი და სამხედროს პასუხისმგებლობაზე. პირიქით, დანაშაულს კი არა, გმირობას ჩადიოდნენ. და ეს გავამეჯნოთ ერთმანეთსგან, რა გააკეთა სააკაშვილმა და რა გააკეთეს მისმა თანამზრახველებმა, როგორ გაწირეს საკუთარი ჯარისკაცები, საკუთარი მოსახლეობა, საკუთარი ქვეყანა და დღეს თუ ვინმეს უნდა, რომ დააბრალოს ვინმეს ხელისუფლებას კომისიას, ნებისმიერ ადამიანს, რომ ჩვენ თითქოს უნდა ავრიოთ ერთმანეთში ხა პოლიტიკოსების დანაშაულებრივი საქმიანობა
და გმირების გმირობა მართლა ნურას უკაცრავად უყვარდათ ხოლმე მათ ეს გამოთქმები. არავინ გაბედოს მომავალში დაგვაბრალოს ის რომ ჯარისკაცებს ვაბრალებთ რამეს. პირიქით ჯარისკაცებს მათ დააბრალეს და ეს დაბრალებული უკან წამოვიღეთ ჩვენ საბედნიეროდ, მოვიგეთ სტრასბურგიც, ჰააგაც და არც ერთ ჯარისკაცს არასდროს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. თუ კი რამეს ვინმე ეტყვის ჯარისკაცს, მხოლოდ მადლობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. საუბარია 438 აბსოლუტексა და მეთადონზე, რომელიც სახლში მოწყობილ სამალავებში იყო შენახული. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა. მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე სატვირთო ავტომანქანებით გადაჰქონდათ. მასალები საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია დიდი ოდენობით ხე-ტყე. სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი შეადგენს დაახლოებით 13,000 ლარს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ მარი ლე პენი პირველ კომენტარს აკეთებს. ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მილიონობით ფრანგი უკიდურესად აღაშფოთა მის მიმართ იმ კრიტიკის გამოყენებამ, რომელიც მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვის არის ამახასიათებელი. ის კი არ დაუშვებს მის ჩამოშორებას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან. სასამართლომ ოპოზიციონერი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფინანსების ბოროტად გამოყენებაში. მას არჩევნებში მონაწილეობაც აეკრძალა. თუ ხვდებით, რამდენად ბნელი დღეა ეს ჩვენი დემოკრატიისა და ქვეყნისთვის, როცა მილიონობით ფრანკს ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებით პირველ ინსტანციაში რაიმე გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე კანდიდატი წაართვეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია ჩემი 30 წელია მათთვის ვიბრძვე. ტრამპი თვლის, რომ პუტინი დანაპირებს შეასრულებს და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში პასუხისმგებლობას აიღებს. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა რუსეთზე ეკონომიკური წნეხი გააძლიეროს. ტრამპმა უკრაინის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ იშვიათი წიაღისეული შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ითხოვს. Why do you worry about Russian soldiers or Ukrainian people? They're like us. They're like all of us. I want to see him სურს პუტინმა შეთანხმება დადოს იმისთვის, რომ რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების, ისევე როგორც სხვების სიკვდილი შეჩერდეს. მინდა დავრწმუნდე, რომ პუტინი საკუთარ სიტყვას შეასრულებს და ვფიქრობ ასეც მოიქცევა. არ მსურს მის ნავთობზე მეორადი ტარიფების დაწესება, მაგრამ თუ მომეჩვენება, რომ ის თავის საქმეს არ აკეთებს, ამას მაინც გავაკეთებ. ახლა ზელენსკის ჯერია, იმედი მაქვს ისიც იგივეს გააკეთებს. ხედავ, რომ ცდილობს იშვიათი ელემენტების შეთანხმებას გადახედოს. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ევროპელები საკუთარ ფულს უკან იღებენ, ჩვენ კი არა. ბაიდენი უუნარო პრეზიდენტი იყო. მას ან იშვიათი მიწის ელემენტები უნდა მოეთხოვა, ან სესხზე რაიმე ფორმით გარანტიები. რაც ევროპამ გააკეთა. ისინი ამბობენ, რომ ეს შეთანხმება ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში იქნება დადებული. პირველი, ეს არასდროს განხილულა. მეორე, მათ პუტინამდე დიდი ხნით ადრე უთხრეს, რომ ნატოში ვერ შევიდოდნენ. შესაძლოა ეს იყო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზიც. უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ზაპოროჟიეზე ოკუპანტების თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 5. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. აფეთქებები იყო სუმის ოლქში. რუსეთის ძალებმა სასაზღვრო დასახლებები საარტილერიო დანადგარებით და დრონები დაბომბეს. ცნობილია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ. ჯარში წაიყვანენ 18-დან 30 წლამდე ასაკის 160,000 მოქალაქეს. საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთშიც. ისრაელის ძალებმა ლიბანი დაბომბეს. აფეთქებები იყო ბეირუთში. ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო იერიშებს 3 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. რთული ვითარება ღაზაში. მედიის ცნობით, რაფახს მოსახლეობა ტოვებს. ათასობით ადგილობრივმა თვითევაკუაციის გადაწყვეტილება სახალის გაფრთხილების შემდეგ მიიღო. იერიშები იყო იემენზეც. ამერიკის ავიაციამ ჰუსიტების პოზიციები დაბომბა. დაღუპულია 12 ადამიანი. ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს პაროსსა და მიკონოს დაარტყა. წყალდიდობის გამო დაიხურა სკოლები, აკრძალულია საავტომობილო მოძრაობა. პაროსის მთავარ ქალაქებში დატბორილია ტურისტული უბნები. მაშველებმა სტიქით დაზარალებული რაიონებიდან 13 ადამიანი გამოიყვანეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა. ჯგუფის წევრებმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროს ირაკლი ბერაიას და მის მოადგილეებს მოусმინეს. დაზვერვის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე 2024 წლის ანგარიში წარადგინა და იმ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებობდა. გაიმართა ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა, სადაც ჩვენ დავამტკიცეთ საორგანიზაციო საკითხები. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა ანგარიშის მოსმენა ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის, რომლებმაც წარმოადგენს 2024 წლის ანგარიში. აქ გამახვილებული იქნა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელი გამოწვევებიც არსებობდა ამ სამსახურის წინაშე, მისი აღმოფხვის გზებზე. ტურიზმის სექტორის აღრომადგენლებისთვის British Airways-მა პრეზენტაცია გამართა. ავიაკომპანიამ ლონდონის მიმართულებით ფრენები დაიწყო. ღონისძიებაზე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავიაკომპანიის კომერციულ მენეჯერს შეხვდა. ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ კამპანიებს, წელს კი გაორმაგებული ძალებით უკვე ბრიტანეთის ავიახაზებთან ერთად და ცალკეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც სოციალური მედიით, ისე საერთაშორისო კომპანიებთან ერთად. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით. მოხარულები ვართ, რომ British Airways-ის პირველი საინაუგურაციო ფრენისა სრულიად იყო ბორტი მგზავრებით შევსებული. ეს აჩვენებს დიდ პოტენციალს და ინტერესს ბრიტანული ვიზიტორების მხრიდან საქართველოსადმი, რომ იმოგზავრონ საქართველოში. საქართველოს მიმართულებაზე ინტერესი ჩვენს ყველა მოლოდინს აჭარბებს. ამ რანგის ავიაკომპანიის შემოსვლა არის მართლა ძალიან დიდი მიღწევა ჩემი აზრით, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართველი ტურისტების მგზავრნაკეთის გასვლას, გაყვანას ბრიტანეთში, ასევე პირიქით. პრეზენტაცია თვითონ იყო ძალიან საინტერესო, სიხშირეებიც არის საკმაოდ ბევრი. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ვიქტორ სანაევის სახელობის სტიპენდიანტების დაჯილდოება გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დააჯილდოეს აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდა სპორტსმენი. მათ ლევან გალობლიშვილმა დიპლომები და სერტიფიკატები გადასცა. აფხაზეთი მდიდარი სპორტული ტრადიციების მატარებელი იყო ოდითგანვე. დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური. ჩვენ ვიქტორ სანაევის სახელობის სტიპენდია გადავეცით 10 სტიპენდიანტს და ვცდილობთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს როგორც აფხაზეთიდან დროებით დევნილი სპორტსმენების, ასევე აფხაზეთის სახელით მოასვაპარეზეს სპორტსმენების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა და გაიზარდა ასევე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები. წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ავიღე გოგონებთან ერთად, სადაც რეკორდიც დავამყარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დღეს აქ ყოფნა და აფხაზეთის სახელით ამდენი წარმატების მიღწევა. წელს საბედნიეროდ მოხვდი ამ სტიპენდიანტებს შორის.